საჭირბოროტო საქმით წავსდექი თქვენს წინაშე. ესე იგი რა ხდება? კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქეები ასე გამოიყურებიან. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 ესტონეთის ჩემპიონ ლევადიას დაამარცხებს, მისი შესაძლო მეტოქე უელსის ჩემპიონს და ლუქსემბურგის ჩემპიონს შორის გამარჯვებული იქნება. რაც თბილისურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ გაუმართლა, აგერ არის ყველაფერი. მეტი უკეთესი მეტოქეები როგორ შეგახვედროთ, ყველაფერი არის შენს ხელში, რომ მინიმუმ კონფერენს ლიგის პლეი-ოფი ითამაშო. აი ამ კლუბზე კი ნამდვილად გული მწყდება, რომ მეტოქეებში შედარებით არ გაუმართლა. პირველი მეტოქედან დაწყებული მეორეც, მესამეც საკმაოდ რთული გველოდება. ბიჭებო, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი გმირობა ჩასადენი და თუ ამ ყველაფერს გადალახავთ, თქვენ ქართველ გულშემატკივარს მოედნებზე დააბრუნებთ. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ქუთაისში დასწრების მხრივ მაინც და მაინც ცუდი სიტუაცია ნამდვილად არ არის. პირიქითაც შეგვიძლია ვთქვა ძალიან კარგი დასწრება. ქუთაისის ტორპედო თუ კვიპროსულ ომონიას დაამარცხებს, რისიც მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მისი შემდეგი მეტოქე აზერბაიჯანულ აზალს და ბერძნულ არის შორის გამარჯვებული იქნება. მესამე ქართული კლუბი, რომელსაც მეტოქეებში დამეთანხმებით ძალიან უმართლებს და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. ხო, აქ ცუდად არ გამიგოთ გორელმა გულშემატკივრობა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ძალიან კარგი მეტოქეები გვყავს იმისათვის, რომ მინიმუმ პლეი-ოფში გავიდეთ. დარწმუნებული ვარ, გორის დილა რიგას დაამარცხებს და მისი შემდეგი მეტოქე სუტიესკას და ბეითარ შორის გამარჯვებული იქნება. აი დებიუტანტ სპაერზე კი რა შემიძლია გითხრათ, აქ ნამდვილად რთულად გვაქვს საქმე. მაგრამ თუ იმას ვფიქრობთ, რომ ეს გუნდი მეტისმეტად სუსტია, ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს თასს ტყუილად ვერ მოიგებდა. რაღაცას დადებიც და პოზიტიურს ამ კლუბისგან ევროტურნირზე უნდა ველოდოთ. სპაერი ვენის ავსტრიას შორის გამარჯვებული, ბანიკ ოსტრავა ლეგიას შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ სპაერმა სასწაული მოახდინა და ეს ორი ეტაპი მოსხება, ეს ქართული ფეხბურთისთვის იქნება ნამდვილი სასწაული და დიდი აღმოჩენა. აბა, პროფესორო, მიდი, გლიჯე კომენტარი, რას ელოდები ქართული კლუბებისგან კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ჩემი აზრით, კარგი შანსი გვაქვს, რომ წელს მინიმუმ ერთი გუნდით მაინც ვითამაშოთ კონფერენს ლიგის პლეი-ოფი და ერთი ნაბიჯით ახლოს ვიყოთ დიდ მიზნამდე. ეს ჩემი YouTube არხია და შეგიძლია მეტი დიდი და ფართო მასშტაბიანი ზღაპრებისთვის გამოიწერო გვერდი. ჯერჯერობით 140 გამომწერი ვართ და სულ მალე 200 გავხდებით.